ეს ევაა, ქალი, რომელიც ქუჩაში შემთხვევით შეხვდა. მან თავისი ისტორია მოგვიყვა მის პირველ შვილზე. ევას წარმოდგენა არ აქვს, რომ თითო სიტყვას, რასაც ახლა ჩვენთან იტყვის, რამდენიმე დღეში ფილმად ნახავს. და იმის შემდეგ, რაც თქვენ მოგვიყავით თქვენი ისტორია, ჩვენ მუშაობთ რაღაცაზე. მოკლედ, დღეს ქუჩაში გავედი, უცნობები გავაჩერე, მათი ცხოვრების ისტორიის მოყოლა ვთხოვე და მათ დაუკითხავად. ჩუმად, მათივე მონაყოლზე ფილმი გადავიდა. ძალიან მერხულობ, იმიტომ რომ ხალხო რა სიგიჟეა ქალის პირად ცხოვრებაზე გადავიღეთ ფილმი. დღეს ქუჩაში ჩემთვის უცნობ ადამიანებს გავაჩერებ და ვთხოვ გაიხსენონ მათი ცხოვრებიდან ჩემთვის ერთი ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად გავს ფილმს. ისინი დარწმუნებულები იქნებიან, რომ ისტორიას მომიყვებიან და 2 წუთში დამტოვებენ, თუმცა მათ წარმოდგენა არ აქვთ რა ელოდება წინ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც უინტერესოა. ცხოვრების საუკეთესო მომენტს არ მომიყვებით? ყველა ინდივიდუალურია და ყველას მისი ისტორია აქვს. ძალიან ცივა. საუკეთესო მომენტები დედა რო გავხდი ორჯერ. გამარჯობა, გილოცა. მადლობა. რას დაარქმევთ ბავშვს? პირველ შვილს დავარქვი სახელი ლელი. ლელა არა, ლელი. ლელის დავარქვა. წამის მეასედებში ასობით იდეაა, რომელზეც შეგიძლია ხელი ჩაიქნიო და თქვა, რომ უაზრობა არ გამოვა. ვინ დაგიდგება გვერდში ამისთვის? ეს ფიქრები მშიშარა მავნებლები არიან. გრძელდება იქამდე, სანამ მათ წინააღმდეგ არ წახვა. ძალიან მერხულობ, იმიტომ რომ ხალხო რა სიგიჟეა ქალის პირად ცხოვრებაზე გადავიღეთ ფილმი. შეიძლება ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს, იმიტომ რომ ევამ თქვას, რომ უბრალოდ არ უნდა რომ მისი ისტორია ფილმად იყოს გადაღებული. სამი ბოლო დღეებში 3 უარი მითხრეს სამსახურებიდან. ერთ საღამოსაც დავფიქრდი, იქნებ მარტო შევძლო რაღაც ისეთის გაკეთება, რაც საინტერესო იქნება ხალხისთვის. და მეც მოვიფიქრე. ადამიანები დღეს თავის ისტორიას მომიყვებიან, რომლებზე დაფუძნებითაც მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებ. გავაცოცხლებ მათთვის მნიშვნელოვან მოგონებებს. მოულოდნელად დავურეკავ, დავიბარებ შეხვედრაზე და მათ ცხოვრებაზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ვაჩვენებ. მე მგონი საინტერესო იქნება. წავედით. გამარჯობა. 2 წუთს წაგართმევთ ზუსტად. ხო ვერ გაიხსენებთ თქვენი ცხოვრებიდან რამე ისეთ ისტორიას, რომელიც ფილმს გავს ყველაზე მეტად? კარგი, პირველი უარი. ადამიანები გვერდს ჩაგივლიან ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ, შეიძლება მათი ერთი წინადადება ფილმად იქცეს. გამარჯობა. თქვენი ცხოვრებიდან ხო ვერ გაიხსენებთ ისტორიას, რომელიც ყველაზე მეტად გავს? ბევრი გავილანძღეთ და ბევრმა თავი აგვარიდა. ხო ვერ გაიხსენებთ ისეთ ისტორიას, რომელიც ყველაზე მეტად გავს ფილმს? გასაგებს? ფილმს. ფილმს. დიახ. აი თქვენი პირველი სიყვარული მაგალითად. ვერ გამიხსენებ. არა, კარგი. ესეც მეორე უარი. თუმცა ბოლოს შეხვდა ევა. მეც გილოცავთ. თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტი რო გაიხსენებთ? დედა რო გავხდი ორჯერ. რას ლაპარაკობთ? აბა მომიყევით. მართლა ყველაზე ბედნიერი წუთები ქალისთვის არის დედობა. ასეთ დროს ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ დავსვა ისეთი კითხვა, რომელიც ბევრ ინფორმაციას მომცემს, იმიტომ რომ შემდეგ ამაზე სცენარი ავაგო და თან პარალელურად რესპონდენტს არ დააეჭვებს. რა შეგრძნება იყო პირველი შვილი რო გაგიჩნდათ? რამდენი წლის იყავით? 18-ის, ესე იგი პირველი შვილი მყავს. 37 წლის გოგონა და 17 წლის ბიჭი, 20 წელია სხვაობა. დიახ. თქვენ რა გქვიათ? ეკას მეძახიან, ევა მიწერია პასპორტში, რომელიც სახელიც მოგწონს. ორივე, ეკაც და ევაც. დიახ. პირველ შვილს დავარქვი სახელი ლელი. ლელა არა, ლელი. და იყო ისეთი შემთხვევა, როცა მე უკვე სამშობიაროში ვიყავი და მომიბრუნეს საბუთები, რომ არაო, ლელას მაშინ ესეთი პერიოდი იყო, რომ ყველას რაც გინდოდა, შენ იმას არ დაგარქმევდნენ. აი ლელიანიც ალბათ გაგიგიათ, ხო, ლელწამი, ლელი. არის მცენა, როგორც ია ენძელა ქვია, ხო, ნუ ლელი, მაგრამ მე უფრო მიუსადაგე გვარს რო უხდებოდა მამ გვარსაც ძალიან და მომწონდა ლელი ჯანხოთელი. ასე რომ ჩემი გავიტანე, ასე თქვა. დღე მეორე, სცენარი უკვე დავწერა. ახლა კასტინგი უნდა გამოვაცხადო. მეგობრებო, სასწრაფოდ გავგზავნეთ ეს ვიდეო თქვენს გარშემო ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მსახიობობა ხვალისთვის ან ზეგისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ვეტე. 7-8 ბავშვს პირველ კლასელის როლში
აბა დროებით. დღე მესამე. კასტინგის ვიდეოს 100,000-მდე ნახვა აქვს და მინდა ჩაგახედოთ რა ხდება ინბოქსში. არ მთავრდება. ანუ ეხა აქედან როგორ უნდა ავარჩიო ხალხი დედას ფიცა ვარ თუ ვიცოდე, იმიტომ რომ უბრალოდ არ მთავრდება. ერთი ბავშვის მონაწერი მომხვდა ყველაზე მეტად თვალში, ნანუკა ჩახვაძე. გამარჯობა, ეხლა ვნახე ვიდეო კასტინგის შესახებ, მე და ჩემს ძმას თუ მიგვიღებთ პირველ კლასელის როლში. აი უბრალოდ ძალიან გთხოვთ რომ დაგვამტკიცოთ. მსახიობური ნიჭიც რა თქმა უნდა გვაქვს. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ რომ მე ამ ბავშვს უარს ვეუბნები. მე ვახსენდება ჩემი თავი რამდენიმე წლის წინ როგორ მინდოდა ხოლმე მეც რომ მიმეღო მონაწილეობა სერიალებში და როგორ წერდი აქეთ-იქით მეც ხალხს და როგორ არავინ არ მაქცევდა ყურადღებას. ხო და მოდი გავაკეთოთ საპირისპირო. ხო, აი აქ თქვენი აზრით რას ვიზავდი. გამარჯობა, ახლა გამოგიგზავნე სცენარს და გადაიღე პატარა ვიდეო. ასევე მომწერე დედას საკონტაქტო. ნანუკამ ფოტოები და ვიდეო გადმომიგზავნა, სადაც ლელის როლს საკმაოდ კარგად ასრულებდა. ზუსტად 3 წუთში ნანუკა და მისი ძმა როლზე დავამტკიცეთ და გადაღებაზე ეს ვკითხე. ნანუკა, შენ ხარ ის ბავშვი, რომელმაც მომწერა მესიჯი. რატო გადაწყვიტე რომ მესიჯი მოგეწერა ჩემთვის? მსახიობობაც მომწონს. იცი რა მითხარი, შენ მესიჯი გეწერა, რომ შენ და შენი ძმა გინდოდა რომ ყოფილიყავით ერთად. აი შენი ძმა რო არ ამეყონა და შენ ამეყონე წამოხვიდოდი? ალბათ ხარ. ძალიან საყვარელი ხარ და ვიცოდი რომ ზუსტად მაგას მიპასუხებდი და ძალიან ვაფასებ მაგას. შორენა, ეხა უცებ გეტყვით. რამდენად ხართ თქვენ დაინტერესებული ეგეთი რაღაცით ეგრევე? მასწავლებლის როლზე ავიყვანე შორენა, რომელიც ჩემს სერიალში ვარსკვლავის დაბადებაში მანამდე თამაშობდა. ფილოლოგი. ხო. და კი. ადვილად გავაკეთე. ძალიან კარგი იდეა. ერთადერთი გამოწვევა რაც არის, რაც უნდა გითხრათ, ერთი ისევ რომ ანაზღაურება ჯერჯერობით ისევ არ მაქვს. როგორც იმ სერიალზე სამწუხაროდ და ძალიან მწვენია უკვე მეორედ რო გეუბნებით ამას. არა, მე თქვენ შეგპერდით, რომ რადგან სტარტაპერები ხართ ამ თემაში. ძალიან დიდი მადლობა. ვიშოვეთ კლასი. რილს ჭირდება 2 საათი, 2 საათში მოიტანო. ხალხი რომელსაც კადრში ხედავთ, ყველა კასტინგით ავიყვანე. საღამოს 8 საათზე სეტზე შევიკრიბეთ. ჩემი ფულით ვიქირავე კამერის რილსი. 200 ლარი ყველაზე მინიმუმ, რა თავის მოტანა აწყობა დაშავდავები. დავიარეთ რეპეტიცია და გადაღებაც დავიწყეთ. გადაღება დავასრულეთ, მეორე დღეს ვიღებდი გამხსნელ სცენას. სამშობლიარო პალატის იმიტაცია კლინიკა ექსელენსში გადავიღეთ, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ისე მათ სტომატოლოგიური და ესთეტიკის მაღალხარისხიანი მომსახურება აქვთ. მეც სულ მათთან დავდივარ. გადაღება დავასრულეთ. ახლა კი ის დროა გავაკეთო, რასაც ამდენი დღე ველოდი. არასკევია, 3 საათი გუშინ დავასრულეთ ფილმის გადაღება. დღეს დავასრულე მონტაჟი, ფილმი მზად არის და ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ დავრეკოთ ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომ მის მონაყოლზე და მის პირად ცხოვრებაზე გადავიღეთ ფილმი. ეკა ქველაძესთან ზარი. მესენჯერზე ურეკავ, იმედია მიპასუხებს. გავიდა. ალო. გამარჯობა, ქალბატონო ეკა. ცუდროს ხარ გირეკავთ. თქვენ როგორ ხართ? როგორ მიდის საქმეები, როგორ ხართ? ალბათ საყაელო, შენ როგორ ხარ? გადასარევად. მეც ძალიან მიხარია რომ გირეკავთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ამბავზე გირეკავთ. იცით რა მითხარით? თბილისში ხო ხართ? კი. დღეს გცალიათ? გცალიათ დღეს? არა, მოდი ჩემთან ოპერაში. თქვენთან მინდა შეხვედრა, იმიტომ რომ მაქვს პატარა საქმე და პატარა სიურპრიზი. 6-ის ნახევარზე უნდა ვიყო ოპერასთან. აი ოპერასთან რო შეგხვდეთ ოპერის გვერდზე სკვერში. რა ვიცი 5 საათზე. პალიაშვილის 5-ზე ვერა 6-ის ნახევრისთვის ვიქ. იყოს 6-ის ნახევარი იყოს. 6-ის ნახევარზე შევხვდეთ მაშინ მანდ. კაი საყვარელი. აბა თქვენ იცით დროებით. დროებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვერაფერს ვერ ხვდება, მაგრამ ესეთ პოზიტიურ რად რომ მიპასუხა მგონია რომ ძალიან კაი რეაქცია ექნება, მაგრამ ძალიან ვეფილობ, იმიტომ რომ ხალხო რა სიგიჟეა ქალის პირად ცხოვრებაზე გადავიღეთ ფილმი, ანუ 6-ის ნახევარზე ქალბატონეკას შევხვდებით და ვაჩვენებთ ფილმს თავის ცხოვრებაზე. წავედით. არ მჩერა? ვაიმე.
უნდა დამერეკა თქვენთვის. ალოდინე? არა, ამ წამს მოვედი. როგორ მე ამ ხარ? ტრანსპორტის გადამკიდე. როგორ ხარ? სოფებია, კარგად, მადლობა დიდი. საითავს ხარ გიგო? ეს ჩვენი ფალიაშვილი. აქვე? კაი. ესე იგი, ქალბატონო ევათი მოგმართავთ. როგორც გაგიხარდება, უკვე მიმეჩვია ყური, ხო იცი? ხო, თქვენ რომ მომიყევით თქვენი ისტორია, მე გადავწყვიტე რომ კარგად მომეძიებინა ის კანონი, რაზეც ლაპარაკობდით და რასაც თქვენ სინამდვილეში რაღაცნაირად გაიტანეთ თქვენი, ხო, საბოლოო ჯამში. ხო, არ ვიცი ხა ზუსტად კანონის მიმართებით იქ კოდექსები და რა კანონები იყო, მაგას ვერ გეტყვი. მაგალითად, ხო, ნუ ქართული სახელები, როგორც ჟორარ დაიწერებოდა და დაიწერებოდა გიორგი, ხო? მე მინდა რომ რაღაც განახოთ. იმიტომ რომ თქვენ რაც მომიყევით, მე მინდა გაჩვენოთ როგორ არქივში ნახე რამე არა. ბევრად ხო, უფრო სიურპრიზია და მე მგონი არქივზე ბევრად უფრო მაგარი, იმიტომ რომ მოდი თქვენ თვითონ რო ნახავთ მიხვდებით. ეხლა დაგიმაგრებთ მიკროფონს. როგორც გინდათ, თქო აქ რო დავუმაგრო ხმას ნანატრი მომენტი, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდი და დიდი ხანი ვწვალობდით. ძედა დამაინტრიგე. იმის შემდეგ ძალიან დამაინტრიგე. იმის შემდეგ რაც თქვენ შეგხვდით და იმის შემდეგ რაც თქვენ მოგვიყევით თქვენი ისტორია, ჩვენ მუშაობთ რაღაცაზე. მზად ხართ? კარგი. ზუსტი თარიღია. გამარჯობა, გილოცა. მადლობა. რას დაარქმევთ ბავშვს? ლელის დავარქვა. ქალბატონო, არ მინდა ეს მომენტი გაგიფუჭოთ, მაგრამ ბავშვი ქართველია და ჯობია რაიმე ქართული სახელი დაარქვათ. კი, მაგრამ ქართული სახელი ლელი, ბოლოს და ბოლოს მცენარე ლელი. ლელი სამწუხაროდ ქართული სახელი არ არის. შეგიძლიათ რაიმე ალტერნატივა მოწმოთ? საყვარელო, რევიკი მუშავია. როგორ გიმუშავია? ვინდა კითხებათ, რას დავარქვათ? ეს არის მე როგორც წარმოვიდგინე თქვენი ისტორია. ისეთ რა, ეხლა ნანევრიღლები ხართ. ახალი ნამშობიარები თქვენთვის ნერვულობა არ შეიძლება. მოდი ჩვენ გავალთ და გდოვებთ თქვენ გეიფიქრეთ. ჩაწერეთ ბავშვის სახელი. ჩაწერეთ დროზე, არ წერთ? ხა არ მოხსოვს ასეთი ზუსტად ესეთი ისტერიკა ბექნებოდა თუ არ ბექნებოდა, ნუ რა თქმა უნდა. სურვილი როცა გაქვს. ნიკოლოზ კალანდაძე. გიორგი ამირეჯიბი. დიმიტრი პეტროვ. ახლა კარგი სახელი და გვარია პეტროვცე. ლეილა ჯანხოთელი. ლეილა ჯანხოთელი. მას ლეილა არა, ლელი მქვია. მომესმა თუ აქ ვინმე სიტყვა შემისწორა. არ მოგესმათ, სიტყვა არა, თავისი სახელი შეგისწორათ. რას ქვია სახელი შემისწორა? ლეილა არა, ლელი ჰქვია. ბავშვი ოჯახის სარკიაო უთქვამთ. თქვენი სახელი? უცრავად ნანა მქვია. ქალბატონო ნანული. მორჩა! გაიქრეთ აქედან ორივე. დაატოვეთ საკლასო ოთახი, სასწრაფო. წავედით. თავხედები ესენი. არ დაგინახოთ აქ. თავხედები ესენი. ხო, იყო, მაგრამ რა კანონმდებლობით იყო ეს? ხო არ გინახი. გეტყვი ხექნები. ხარ შეგეშინდა? კი, ცოტა, მაგრამ რატომ დამიძახა ლეილა? მასწავლებელმა ჟურნალი მოიკითხა და შენი სახელი არ იცოდა. კი, მაგრამ მე ხომ ვუთხარი. იცი, ერთი რაღაც მინდა რომ ისწავლო. როდესაც შენ სახელს ეტყვი და იმ სახელით არ მოგმართავენ, ყოველთვის საკუთარი თავი დაიცავე. იმიტომ რომ ეს არის უპატივცემულობა. ესე იგი არ აინტერესებს შენ როგორ აცნობ შენ თავს. კარგი? კარგი. წავედით. ეს არის თქვენი ისტორია, მე როგორც დავინახე საბჭოთა კავშირის რა თქმა უნდა, კი, იყო ეს იყო ზაქციის მიხედვით დამთავრებული. წინადადებაში მოდიოდა სოციალისტური ღირებულებებთან. შეურაცხყოფელი აბსურდული იყო. რელიგიური ხასიათის გადაჭრილი გამოხატვა შეიცავდა.
დეფტეკებს დაინგრა. ვაიმე რა კარგი იყო, აი ეს ფინალი იყო ძალიან კარგი. ძალიან დიდი ეს მადლობა. ფინალი იყო კარგი. რამდენად იყო თქვენს რეალობასთან ახლოს, იმიტომ რომ მე თქვენ როცა გკითხეთ თქვენი ისტორიის შესახებ, მე ესეთ უცნაურ კითხვებს, იმიტომ გისვავდით, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა გამომეთხოვა თქვენთვის, რომ მე ამაზე სცენარი დამეწერ და მე ფილმი გადამე. ხო, არა, ძალიან კაი სცენარია. ნუ ეხლა შენ მხატვრული გაფორმებით მომიტანეს ამბავი, რომ ამას ვერ ვარქმევ, აი მაშინ მქონდა ეს ისტერიკა უკვე და აი იქ ეწერა ქართული საკუთარი სახლი, მე ხინ ციგნის ალბათ ბიბლიოთეკა სადღაც მაქვს შენახული აგარაკზე და ვერ ვიპოვი, მაგრამ აი ეს ხო უფრო ნიშანდობლივი იყო, რომ მაგ პერიოდში რომ ეგ ციგნი მქონდა მე და ცალკე იყო, ხო რამხელა ფასეული ქართული საკუთარი სახელები ეწერა, ზუსტად ესე მახსოვს და აი ამაზე მაგით დაამტკიცე ჩემი სიმართლე. და ბოლო კითხვა, რა თქმა უნდა, ეხა ეს არის თქვენი პირადი ისტორია, ფილმი გადავიღეთ თქვენს ისტორიაზე, იმისთვის რომ ჩვენ ეს ფილმი მაყურებლამდე მივიტანოთ, არის თქვენი ნებართვა საჭირო. ხართ თუ არა თანახმა, რომ ეს ფილმი YouTube-ზე დაიდოს? არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. მოელოდით, რომ ესე სადღაც რაღაცა კომენტარს გააკეთებდით, მოყვებოდით რაღაცას და მოველოდი რა, იცი რა, არა მაქვს მე არაფრისთან შეკავების, არაფერს ტყუილს არ ვამბობ, არსა დასამალი არა მაქვს. რამდენად გქონდათ იმის მოლოდინი და რამდენად წარმოიდგენდით იმას, რომ შეიძლება და ეხა რასაც მოყვებოდით, მე ეს ფილმად ხო, გენა. ძალიან ბევრი გიმუშავიათ, მე ამას აღნიშნავ და ეს მომეწონა კი არა, აღტაცებულიც დავჭი და კარგი რეჟისურა, კარგი ხო, აი ეს ნამუშევარი და ეს თქვენ შრომა დასაფასებელია. აკეთებ თქვენ საყვარელ საქმეს აკეთებ, დაკავებულები ხართ, ახალგაზრდები და კარგია, მიხარია. აი სისკაის იყო კადრის და იმის შემდეგ რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი. ეხლა ის კარგი ფინალი იყო და კიდე მე რომ ჩვენ დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვოთ, აი ისიც კარგი. ხო.